მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო. დღეს სტუმრის გარეშე ვიქნებით თქვენთან წარმოდგენილები, ამას გარკვეული მიზეზები აქვს. პირველ რიგში გვინდოდა რომ გარკვეული სპორტული სიახლეები, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა, შეგვეჯამებინა პირდაპირ მოგვეყოლა თქვენთვის და ერთიანი ფორმატით სწორედ ასე წარმოგვედგინა თქვენს წინაშე. ასევე უნდა ვთქვათ აუცილებლად ისიც, რომ დღეს ჩვენი მასპინძელი არის 2 ტონა და დღეს კიდევ განსხვავებულ ლუდს დავაგემოვნებთ. ეს არის თაფლოს ლუდი, რომელიც საქართველოში 2 ტონაში იწარმოება და კრაფტლუდია, რაც თავარია, ადგილზეა წარმოებული, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ ყოველთვის ლუდზე არჩევანს ვაკეთებ და გემოზეც გეტყვით, რომ სასწაული ამახრა ძალიან გემრიელია, მადლობა 2 ტონას იმისთვის, რომ გმასპინძლობს, ასევე გეტყვით იმას, რომ ის საუყარელი სპორტული ამბები, რომლის ყურებას თქვენ განსაკუთრებით გიყვართ ხოლმე, სწორედ 2 ტონის 4 ფილიაში შეგიძლიათ მოხვიდეთ, უყუროთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, ფინალი, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, საფეხბურთო მატჩები და რავი, 2 ტონა გიმართლებთ ადგილზე დაგხვდებათ უგემრიელესი საკვები და ასევე უგემრიელესი ლუდი და მადლობა მათ მასპინძლობისთვის. ასევე აუცილებლად მინდა გითხრათ აქვე რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, როგორც უკვე არაერთ ვიდეოში ვთქვით, ჩვენი მიზანი ამ მომენტში არის რომ 10,000 გამოწერზე ავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ დავიწყოთ კიდევ უფრო მეტი ახალი და კარგი პროექტები და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს 10,000 გამოწერზე ასვლა და აუცილებელია ისიც რომ თქვენი მხარდაჭერა იყოს და ალაიქოთ ვიდეოები, დაგვიწეროთ კომენტარი, ბარემ თუ ესე შესავალია იმასაც გეტყვით რომ მოახლოეს პერიოდში გვეყოლება ჩვენ სტუმრად სპორტული ფსიქოლოგი და დაგვიწერეთ კითხვები, ის კითხვები რომლებიც თქვენ გაინტერესებთ, რომელიც თქვათ მასთან გასაუბრების დროს თქვენთვის საინტერესო იქნებოდა და ჩვენ მას აუცილებლად დავუსვათ. მსგავსი რამ არ მომხდარა ქართული YouTube-ში რომ სპორტულ ფსიქოლოგს ესე აუდიტორიის წინ ესაუბრა, ესე ღიად, მე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება და თუ ცდები მომიტევეთ და ძალიან საინტერესო საუბარი უნდა გამოვიდეს. ჩემი აზრით ძალიან კარგი სტუმარი გვეყოლება და ნახოთ როგორი გამოვა ეს ყველაფერი. პირველ ამბავზე, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის ჯუდო. ჯუდოში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ქართველმა ჯუდოკებმა მიაღწია საკმაოდ დიდ წარმატებას. 2 ოქროს მედალი, 2 ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ. ვერცხლი არის ამ შემთხვევაში ტატო გრიგალაშვილის და ეთერლი პარტელიანის ანგარიშზე, ხოლო ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ. სასწაულად იასპარეზეს ამ ბიჭებმა. ძალიან კარგი პერფორმანსი ჰქონდათ მთლიან ევროპის ჩემპიონატზე და უკვე ხოლო ბოლო დღეს უკვე გუნდურ სახეობაში, გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ სპორტსმენებს იმისთვის, რომ ასე წარმატებით იასპარეზეს. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ქართველი ქალი ჯუდოკები, მათ სასწაული მოახერხეს, ყველა გადამწყვეტი შეხვედრა მოიგეს. ატამს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენები იყვნენ და მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის და უკვე წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება. ივნისში იქნება 13 ივნის დაიწყება უკვე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები, რა თქმა უნდა, ყველა წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება და ვნახოთ რა შედეგს მივაღწევთ. ახლა მინდა აუცილებლად თქვა ხელბურთის შესახებ. ხელბურთში გველოდება საკმაოდ პრინციპული, მნიშვნელოვანი და ალბათ გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ელოდება. 8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დაუპირისპირდება საბერძნეთს და გამარჯვების შემთხვევაში ტიტე კალანდაძის გუნდი უკვე მეორედ შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას და იმ პირობებში, რა პირობებში დღეს ქართული ხელბურთია, ეს არის რავი წარმოუდგენელი შედეგი, მარტივად რო გითხრათ, მე ამ ყველაფერს ესე ვაფასებ, იმიტომ რომ რეგულარული, კარგი, ასე თქვა, ჩამოყალიბებული ჩემპიონატის კი არ გვაქვს, არ არსებობს დარბაზები, არ არსებობს აკადემიები, თქვა, იგივე იმ სპორტის სახეობებში, სადაც საქართველოს განსაკუთრებული წარმატება აქვს, ეს ყველაფერი ასე თუ ისე მოგვარებულია და ნუ პირველ ნაბიჯები მაინც არის გადადგმული, თუმცა ხელბურთში ეს ყველაფერი, ასე თქვა, დიდ პრობლემად რჩება, კი არსებობს ჩემპიონატი, არსებობს, თქვა, იგივე რაღაც ასაკობრივი ნაკრებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დიდ წარმატებებზე ვისაუბროთ და ამ ბიჭებს, ამ ფედერაციას თუ ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა, უფრო მეტი ინტერესი, არა მხოლოდ თქვათ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე კერძო სექტორიდან, ასევე თვითონ ბავშვებისგანაც, რომ ამ სპორტით დაინტერესდნენ და ივარჯიშონ, ითამაშონ, ამ შემთხვევაში მგონია, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, რა თქმა უნდა, გჯერა რომ საბერძნეთის ნაკრებს დავამარცხებთ და ისტორიას კიდევ ერთხელ დავწერთ და ტიტე კალანდაძის გუნდი მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გასვლას და ეს ყველაფერი საკმაოდ კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ ყველაფრისკენ, რაც რამდენიმე წუთის წინ მე ვისაუბრე. მოდი ახლა ცოტა მოვსავლოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე უკვე და აუ რა კაი ლუდია. არ შემცდარ დღევანდელ არჩევანშიც, მე მგონი ჯერ ლუდი ვერ ვნახე, რომელიც არ მომეწონება, მაგრამ თაფლის ლუდმა ძალიან გაამართლა მოლოდინი და
კარგია ნამდვილად. და რა თქმა უნდა, ორ ტონაში ადგილზე იხარშება სასწაულუდია და გიჩევთ ყველას მოხვიდეთ დააგემოვნოთ. მადლობა მათ რომ ესეც საოცარ პროდუქციას ჩვენ გვთავაზობენ და ასევე თავიანთ ყველა მომხმარებელს, რომელიც ადგილზე მოდის და სპორტულ ღონისძიებებს მათთან ერთად ადენებს თვალს. ეხლა სანამ გავაგზავნებ კიდევ საუბარს სპორტის შესახებ, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, კომენტარები დაგვიწეროთ, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში გვეყოლება სპორტული ფსიქოლოგიის სტუმრად და მინდა რომ დავიწეროთ ის კითხვები, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ, რომელიც თქვენ გინდათ რომ გაიგვით მისგან და ნახოთ რა პასუხებს გვეტყვის, რას გვეტყვის, მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს და ძალიან ველოდები ამ შეხვედრას. გადავიდეთ შემდეგ ამბავზე, რომელიც ქართულ გულშემატკივრებისთვის გარკვეულწილად უსიამოვნო გამოდგა. გურამ ქუთათელაძემ დატოვა UFC, მან აღარ გაახანგრძლივა კონტრაქტი უკვე UFC-სთან. სულ 5 ბრძოლა ჩაატარა გურამმა UFC-ში 2020 წელს მივიდა და 5 ბრძოლის შემდეგ 3 მარცხი 2 მოგება ჰქონდა და შესაბამისად დატოვა UFC, როგორც თვითონ ამბობს, ის არ აპირებს თანამებებას, ის აპირებს რომ მომავალშიც რა თქმა უნდა გააგრძელებს MMA-ში კარიერას, თუმცა რომელ დივიზიონში რა გეგმები აქვს, როგორ აქვს ჯერ ამ ყველაფერზე დეტალურად არ უსაუბრია. არც ის არ არის საგანგაშო რომ თქვა UFC-ში ვერ იქნება, ამ დივიზიონში ვერ იქნება, რადგან ჩემი აზრით არსებობს უამრავი კარგი ორგანიზაცია, სადაც შეუძლია მას საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა. არსებობს ასევე იმის პრეცედენტებიც, რომ თქვა წავიდა UFC-დან, შემდეგ მიაღწია დიდ წარმატებას და დაბრუნდა ისევ UFC-ში. იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მალე დაალაგებს, მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ გააგრძელოს თავის კარიერა, ეს ბიჭი თავისი პერფორმანსით, თავისი მონდომებით, შრომით, იმ განვლილი კარიერით, რომელიც მას აქვს, მიაღწევს იმ წარმატებას, რომელსაც იმსახურებს და მე პირადად დიდი გულშემატკივარი ვარ გურამ ქუთათელაძის და იმედი მაქვს, რომ ქართულ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ ოქტაგონიდან გაახარებს და როცა უკვე კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს. UFC-ს რაც შეეხება კიდევ რამდენიმე სიტყვით თქვა ისიც, რომ მინდია ციკლაურთან თქვენ უყურებდით ჩვენს გადაცემას, თუ არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ ისიც, სადაც საუბრობთ ილია თოფურიას მომდენო მეტოქეზე და უკვე გადაწყვეტილია, რომ 28 ივლისს ილია თოფურია იჩხუბებს, მან დაანონსა ეს ყველაფერი განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ქართულ გულშემატკივარს და ასევე მის გულშემატკივარს სოფლიოს გარშემო კიდევ ერთხელ გაახარებს 28 ივლისს ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია თუ ვინ იქნება მისი მეტოქე, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება იყოს მახაჩევი, რადგან მან დაიწყო უკვე მზადება ილია თოფურიას მსგავსად დაიწყო საბრძოლო კემპი. ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტები გვეუბნებიან და ნახოთ შეიძლება თუ არა ის ბრძოლა, რომელსაც ალბათ UFC-ს ყველა გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდება. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მერაბ დვალიშვილი სულ მალე დაიცავს ისევე კამარს, ის ჩვენომა შეხვდება, როგორც ჩვენომალე გვპირდება, ის გააუმჯობესებს თავის პერფორმანსს ჭიდაობაში, ასევე ის შეეცდება, რომ უკეთეს ფორმაში შეხვდეს ამ ყველაფერს. მან თქვა, რომ ის წინა ბრძოლაში თავიდან ბოლომდე არ იყო მზად, მას ჰქონდა გარკვეული ტრამვები და ამ შემთხვევაში გვპირდება, რომ ბევრად უკეთეს შენომას ვიხილავთ, მაგრამ ან არ იცის, რომ ასევე ბევრად უკეთესი მერაბ დვალიშვილის შეხვდება მას, რადგან მერაბი ყოველდღე კიდევ და კიდევ უკეთესი ხდება. და ვნახოთ საინტერესო ბრძოლა უნდა გამოვიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ქართველის გამარჯვებით დასრულდება ეს ყველაფერი. და ეხლა აუცილებლად მინდა ვთქვა ისიც, რომ გოლგა ბითაძემ დაადასტურა ოფიციალურად, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ნუ ალბათ არც არავის ეპარებოდა ამ ყველაფერში, რადგან ჩვენი ბიჭები, რომლებიც კვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გვეხმარებიან, რადგან NBA-ში თამაშობენ და იმ პერიოდში, როდესაც ნაკრებს თამაშები აქვს, ემთხვევა მათი თამაშები ვერ ჩამოდიან საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე გავს ღონისძიებებს, როდესაც მათ ოდნავ მაინც საშუალება მიეცემათ, რომ მიასპარეზონ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. არ გამოტოვებდნენ ამ ღონისძიებას და გოგა ბითაძემ ეს ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა ევრობასკეტის ოფიციალურმა გვერდმა გვაუწყა ამ ყველაფრის შესახებ და მე პირადად ეჭვის სიმართლე გითხრათ არც მეპარებოდა, არც იმაში მეპარება ეჭვრო სანდრო მამუკელაშვილიც მიიღებს მონაწილეობას ევრობასკეტზე და საქართველოს ნაკრები თავის ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება და პირველი 4 თამაში გველოდება ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად რთული და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და ჯგუფური ეტაპიდან გავა, ვნახოთ. ამისთვის თავარია, რომ ჩვენი ბიჭები ოპტიმალურ კარგ ფორმაში იყვნენ და საქართველოს ნაკრები ვიხილოთ სრული შემადგენლობით ევრობასკეტში. ასევე მინდა რაგბზეც ვისაუბრო, ლევან მაისაშვილთან თუ არ გინახავთ ჩვენი ინტერვიუ TST სპორტის YouTube არხზე, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ
ძალიან საინტერესოდ ხსნის ეს ადამიანი თუ რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქართული რაგბი, რა პრობლემების წინაშეა, ასე ვთქვათ, ჩვენი განვითარების გზა, არა ჩვენი მხრიდან, არამედ სოფლიო რაგბის მხრიდან და ნახოთ როგორ დაიძლევა ეს ყველაფერი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რა იქნება მომავალში, მანამდე კი ვთქვათ აუცილებლად რომ საქართველოს-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და აუცილებლად მობრძანდით დაესწარეთ ამ შეხვედრას. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს და ჩვენ ბიჭებს ჩვენი განხნევება აუცილებლად დასჭირდებათ და ჩვენს გვერდზე უნდა დაუდგეთ ყოველთვის. და ბოლოს ფეხბურთშიც ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგა კვარაცხელიას პერფორმანსი არსენალის წინააღმდეგ მაგარი მატჩი გამოუვიდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და წარმატებებს უსურვებთ, რა თქმა უნდა, ხუჩა კვარაცხელიას, ასევე ვთქვათ, რომ სლოვანთან ერთად გურამკაშია გახდა უკვე ზედიზედ მეოთხედ სლოვაკეთის ჩემპიონი და კარგი მიღწევა ეს ყველაფერი. ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა სასწაულო პერფორმანსი მონაკოს წინააღმდეგ, შესანიშნავი ბრწყინვალე გოლი გაიტანა ზურიკომ, თუმცა მისი გუნდი სენტ-ეტიენი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ამ მატჩით დამარცხდნენ და არ ვიცით დარჩება თუ არა ლიგა 1, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სენტ-ეტიენი გავარდება ლიგა 1-დან, ზურიკო დავითაშვილი აუცილებლად სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას, იმიტომ რომ 9 გოლი აქვს უკვე გატანილი, თუ არ ვცდები 7 საგოლე გადაცემა აქვს და ამ გუნდში ეს სასწაული და ძალიან მაგარი შედეგია და წელს ზურიკო დავითაშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ფაქტია ეს ყველაფერი. ასევე ვთქვათ ისიც, რომ ორი ამხანაგური შეხვედრა უკვე დაანონს და ბილეთების გაყიდვას დაიწყო და იმედია რომ შეიძინეთ, იმედია რომ დაესწრებით. ქუთაისში ძალიან კარგია რომ მსგავსი ამხანაგური შეხვედრები თბილისის გარეთ ტარდება. ქუთაისზე გულშემატკივარსაც მიეცემა საშუალება რომ დაესწრონ ამ შეხვედრას. ვთქვათ, არ არის ისეთი სიმძლავრის და კალიბრის ნაკრები, რომელსაც ბოლო პერიოდში მიეჩვია საქართველოს ნაკრები, მაგრამ კაპოვერდე თავის დივიზიონში, ასე ვთქვათ, აფრიკაში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია იქაც და ნახოთ როგორ გაართმევს ვილისანიოლის ნაკრები ამ ყველაფერს. თავს ცოტა ოდნავ შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ვიქნებით, რადგან ხუჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას. ის სოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იქნება წასული ამ პერიოდში PSG-სთან ერთად, ასევე ტრავმა აქვს გიორგი შაკვეტაძეს და დიდად საეჭვია რომ ის ნაკრების განაცხადში იყოს, ასევე ფაქტია ის ყველაფერი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები, რომელსაც უფლება და საშუალება აქვთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში იასპარეზონ, ვილისანიოლო ამ შემთხვევაში რამასვანაძეს დაუთმობს მათ და რამასვანაძეს მიცემს საშუალებას, რომ გამოიყენოს ეს ფეხბურთელები. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მამარდაშვილის შემთხვევაში, მეკარის პოზიციის შემთხვევაში, ვილისანიოლმა ბოლო სანაკრებო შეკრებაზე დაგვიანოსა, რომ ზაფხულის ამხანაგურ შეხვედრებში ლუკა გუგეშაშვილი იქნებოდა პირველი ნომერი, ის დაიკავებდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს და არ არის გამორიცხული, რომ მამარდაშვილსაც მიეცეს დასვენების საშუალება, ლუკა გუგეშაშვილი ვნახოთ, გიორგი ლორია ვნახოთ განაცხადში და რომელიმე სხვა მეკარისაც კარის დარჩაც მიცეს სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება. მე მგონია რომ იბაგელაშვილს ვიხილავთ ასევე განაცხადში, ასევე ეროვნული ლიგის რამდენიმე ფეხბურთელს შეიძლება მიეცეს საშუალება რომ თქვათ სანიოს საჩვენოს თავიანთი შესაძლებლობები, ასევე იმ ფეხბურთელებს რომელების ბოლო პერიოდში ხვდებოდნენ განაცხადში, თუმცა დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ და ნახოთ როგორ დაალაგებს სანიოლი ამ განაცხადს. კარგი ორი ტესტ მატჩი გვექნება, რომელსაც უკვე გამოვიყენეთ სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. იცით რომ სექტემბერში უკვე თურქეთთან მატჩით გავხსნით სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. მეტი დღეს ისეთი არაფერია სათქმელი, რეისი თქმაც თქვენთვის გვინდოდა. წარმატებებს უსურვებ ქართულ სპორტსმენებს, იმედი მაქვს რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაგვახარებენ. ბოლოს გეტყვით იმას, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, დალაიქეთ ვიდეო, გვითხარით თქვენი აზრი, რომელ სპორტზე გავამოხილოთ კიდევ უფრო მეტად ყურადღება, რომელი გაინტერესებს თქვენ და ვთქვათ, ვინ მოვიწიოთ სტუმრად, მაგის რჩევებსაც აუცილებლად მივიღებთ. ასევე მადლობა ორტონას იმის, რომ გვიმასპინძლა ასევე საოცარი გემრიელ ლუდით, რომელიც ორტონაში იხარშება, კრაფტ ლუდია და დღეს მე დავაგემოვნე თაფლოს ლუდი, რომელიც საკმაოდ კარგი იყო, არ ველოდი, ამდენად მომეწონებოდა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს ვიდეო, ეს განხილვა, ეს საუბარი და შევხვდებით აუცილებლად უახლოეს პერიოდში.